Bluey ერთ-ერთი ყველაზე ყურადღებით შექმნილი ანიმაციური შოუა, მაგრამ ყველაზე კარგ ანიმატორებსაც კი აქვთ ცუდი დღეები. თუ დაანელებთ და კარგად დააკვირდებით, თითქმის ყველა ეპიზოდში შეცდომები იმალება. დღეს ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო შეცდომებს, რომლებიც ვიპოვეთ. ეპიზოდში ნიშანი, როცა ყველა ქორწილის ფოტოსთვის ხდება, ძალიან წამიერ შეცდომას შევამჩნიეთ. თუ სწორ მომენტში გააჩერებთ, დაინახავთ, რომ ფრისკის პირი აკლია, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად ხდება. ასევე როცა ფრისკი საქორწილო დერეფანში მიდის, შეხედეთ ჩილის. მისი სახის კონტური ცხვირზე გადადის, როცა თავს გვერდზე ატრიალებს. ეპიზოდში ძილიანობა, როცა მაფინი მანქანას მართავს, მისი კარი წამიერად სრულიად ქრება. აი აქ, თუ სწორ მომენტში გააჩერებთ, დაინახავთ, რომ მანქანის კარი აკლია, მაგრამ ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ჩვეულებრივ სიჩქარეზე ვერავინ ამჩნევს. უნდა შეანელოთ, რომ დაინახოთ. და ეპიზოდში Bob Bilby, დასაწყისშივე, როცა ბანდიტი მიდის საბავშვო ბაღში ბინგოს წამოსაყვანად, მისის და ეს პატარა ლეკვი უღებენ კარს. მაგრამ შეცდომაა ის, რომ მომდევნო სცენაში ორივე, მისიც და მეორე ლეკვიც, სხვა ბავშვებთან ერთად სხედან. როგორ შეუძლიათ ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას იყვნენ? და რატომ გავს ეს ლეკვი ზუსტად ბინგოს, მაგრამ სხვა ფერისაა? ეპიზოდში ცხენით სეირნობა, როცა Bluey ოდნავ აღებს კარს, ვხედავთ, რომ მაფინი გარეთ დგას ფეხში შველი, მაგრამ როცა შემოდის, უკვე ჩუსტები აცვია. ეპიზოდში პაულოვა, როცა მაცივრის შიგნით ხედავთ, იგდევს ხვეზელი და მის გვერდით მწვანე ლობიო. ბანდიტი იღებს ლობიოს და გოგონებს აძლევს. მარტივია, მაგრამ როცა Bluey ისევ აღებს მაცივარს, მწვანე ლობიო ისევ ზუსტად იმ რაოდენობით არის, როგორც ადრე. ბანდიტმა აშკარად აიღო ნაწილი. ჩვენ ეს ვნახეთ, მაგრამ თასი სრულიად ხელუხლებლად გამოიყურება. ეპიზოდში სამუშაო. თუ კარს დააკვირდებით, პატარა ჩრდილს დაინახავთ. ეს ბანდიტის ჩრდილია, მაგრამ ის მაშინ გამოჩნდა, სანამ ბანდიტი ოთახში შევიდოდა. როგორც ჩანს, ბანდიტის ჩრდილი მასზე სწრაფია. და ამ სცენაში შეხედეთ ამ ყვავილის ქოთანს ბანდიტის უკან. ცოტა მოწკენილი ჩანს, ხომ ასეა? მაგრამ შეცდომა ისაა, რომ როცა იგივე ყვავილის ქოთანი ადრე ვნახეთ, ის მხიარულად გამოიყურებოდა. და ამ კადრში ბინგოს ხელი ოდნავ გაბზარულია. და აქ ხედავთ, როგორ ლოკავს ბინგო მილს და ის მთლიანად ნერწყვით არის წველი, მაგრამ სულ რამდენიმე წამში ბანდიტი შემოდის. და ახლა შეხედეთ მილს, ის სრულიად მშრალი. და ამ სცენაში, როცა Bluey სკამზე ხდება, მისი ხელი პირდაპირ სახელუში გადის. სიუჟეტებში ბავშვები ფუტკრის ცვილით სკულპტურებს აკეთებენ. თუ დააკვირდებით, რას აკეთებს Bluey, ის ვეშაპს ქმნის. ფრთხილად ამატებს მას ფარფლს და შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ, როგორ დევს ის ვეშაპის გვერდზე. მაგრამ შემდეგ ვინტონი აშინებს მას ცხვირის ხუმრობით. სცენა შორდება და ფარფლი მთლიანად გამქრალია. ვეშაპი იგზის ფარფლის გარეშე, თითქოს არასდროს ქონია და როცა კამერა ისე უახლოვდება, ფარფლი ისევ არ ჩანს. Bluey-მ თვითონ დაადო ის ფარფლი, მაგრამ ანიმატორებმა ჩუმად გააქრეს კადრებს შორის. და ეს ყველაფერი არაა ამ ეპიზოდიდან. ერთ კადრში ინდის დროხის სკულპტურის გვერდით არაფერი დევს, მაგრამ როცა კამერის კუთხე იცვლება, მოულოდნელად მის გვერდით ცვილის ნაჭრები ჩნდება, რომლებიც წამით ადრე არ იყო. ორი შეცდომა ერთსა და იმავე ეპიზოდში. ორივე ეხება ნივთების მოულოდნელად გამოჩენასა და გაქრობას ახსნა-განმარტების გარეშე. ეხლა გადავიდეთ ეპიზოდზე კრიკი. შეხედეთ ბინგოს წარბს აქ. ერთი წარბი თვალის ქვემოთაა, მეორე კი თვალის ზემოთ. და შეხედეთ ამ ნემსიკლაპიას აქ. მისი დიზაინი არასწორია, რადგან რეალურ ცხოვრებაში ნემსიკლაპიას 4 ფრთა აქვს და არა 2. აქ არის პატარა, მაგრამ ძალიან სახალისო მომენტი ეპიზოდში. ბამპი და ბრძენი მოხუცი მგელი, ვოლფჰაუნდი. ამ სცენაში სოქსის ცხვირი ცოტა ხნით Bluey-ის სახეში გადის. და აქ სოქსის ხურები Bluey-ის პირქვეშ გადის. და ბანდიტის ხელი სტრაიპს ოდნავ კვეთს. სამი სხვადასხვა კლიპინგის შეცდომა, თითქოს ერთსა და იმავე სცენაში. ეპიზოდში ბებიები ერთსაც გავეცინეთ. ერთ სცენაში იატაკზე 6 ლობიოს ქილაა. ბინგო ცურდება და ვარდება. შემდეგ კადრში კი უკვე 8 ქილაა, მათ შორის ისინიც ჩილი რომ უჯირავს. 2 ლობიოს ქილა არსაიდან გაჩნდა კადრებს შორის და არავის შეუმჩნევია. და ამ სცენაში, როცა Bluey ორივე ხელით პირსახოთს იჭერს და შემდეგ ერთ ხელს იშვერს, პირსახოცი ჰაერში ტივტივებს. ის არაფერს არ არის მიმაგრებული. ის უბრალოდ ჰაერშია გამოკიდებული. ეხლა მოდი, ეპიზოდ პეპლებში შეცდომებს გადავხედოთ. როცა ბენდიტი სარეცხის კალათას ატარებს, მისი თითების წვერები ცოტა ხნით ხელიდან სცილდება. და აქ, თუ Bluey-ის უკან დააკვირდებით, ყვავილების კლუმბისკენ 2 ფილაა დაგებული. მაგრამ შეცდომა ისა, რამდენიმე წამით ადრე ეს 2 ფილა იქ არ იყო. უბრალოდ ბალახი იყო. და ასევე შეხედეთ აქ კიბეს. როგორც ხედავთ, მხოლოდ 3 საფეხურია, მაგრამ გვერდიდან რომ ვუყურებთ, 4 საფეხურია. გადავიდეთ ეპიზოდზე ბაზარი. შეხედეთ აქ ბენდიტს. ის კოვს ჩაყოფს მარცვლეულის თასში, მაგრამ კოვზი ცარიელი ამოდის. მაგრამ შემდეგ კადრში ის უკვე სავსეა მარცვლეულით. და ამ კადრში, როცა კორნელიუსი $5 აძლევს ვინტონს, კუპიურა თავდაყირაა, მაგრამ როცა სცენა $5 გადადის, ის ნორმალურადაა მოთავსებული. ეპიზოდში Hospital-ი Bluey ექიმს თამაშობს, ხოლო ბენდიტი მისი პაციენტია. ერთ მომენტში Bluey ბენდიტს სახვევს ხსნის და პირდაპირ ხალიჩაზე აგდებს, მაგრამ სულ რამდენიმე სცენის შემდეგ სახვევს
საერთოდ აღარ ხედავთ. არავინ აუღია, ის უბრალოდ გაქრა. ეხლა კი ერთს იმ ეპიზოდიდან გეტყვით, რომელიც მართლა თავის სახელს უნდა გამართლებდეს. ეპიზოდში Perfect-ი კედელზე ბლუის სურათი კიდია. ერთ კადრში ის აშკარად ჩანს, მაგრამ როცა კამერის კუთხე იცვლება, სურათი გაქრალია, არავის მოუხსნია. უბრალოდ კადრებს შორის უბრალოდ არსებობა შეწყვიტა. The episode-ში Mouth Mom and Dad ორი სწრაფი შეცდომა შევნიშნეთ. როცა ჩილი კარს აღებს, მისი ხელი სრულიად ცარიელია, მაგრამ უკვე შემდეგივე კადრში ხელში უცებ ჩანთაჩნდება. და ამავე ეპიზოდში, როცა Bingo binocles იჭერს, აშკარად ჩანს როგორ უჭირავს თითებით. მაგრამ თუ დააკვირდებით, სადაც მისი ხელი უნდა იყოს, უბრალოდ არ ჩანს. მხოლოდ მოტივტივე თითებია, რომლებიც არაფერს არ არის მიმაგრებული. ეპიზოდი Ragdoll-ი სავსეა შეცდომებით. მოდი თითოეულს გადავხედოთ. ჯერ შეხედეთ დივანს. მასზე მხოლოდ ბალიში დევს, მაგრამ ცოტა ადრე აშკარად ციგნიც იდოიქ. და შემდეგ როცა ოთახს სხვა კუთხიდან გვაჩვენებენ, ციგნი ისევ დაბრუნებულია, მაგრამ ახლა კლდაზე ნახატებია, რომლებიც მანამდე არ იყო. ციგნი გაქრა, ისევ გამოჩნდა და ამ დროს შეიცვალა კიდეც. შემდეგ არის თარო. ერთ კადრში ის სავსეა სხვადასხვა ნივთებით, ციგნებით, დეკორაციებით, სხვადასხვა ობიექტით, მაგრამ როცა კამერა თაროს სხვა კუთხიდან აჩვენებს, ყველაფერი მასზე სრულიად გამქრალია და მხოლოდ შიგთავსი არ შეცვლილა. ადრე შუანა ნაწილში მხოლოდ ერთი თარო იყო, ახლა კი ორი თაროა. მთელი თაროების სისტემა კამერის კუთხეების შეცვლას შორის შეიცვალა და ეპიზოდის საუკეთესო შეცდომა მაშინ ხდება, როცა ბენდიტი კიბეზე გორდება. თუ კედელზე ჩამოკიდებულ ჩარჩოებს დააკვირდებით, როცა ბენდიტი მათ გასწვრივ გორდება, შეამჩნევ, რომ ერთი და იგივე ჩარჩოები ისევ და ისევ მეორდება. Cricket-ი მთელი შოუს ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია, მაგრამ მასში რაღაც ძალიან უცნაური ხდება. იმ სცენაში, სადაც ჯეკის დედა სკოლიდან წამოსაყვანად მოდის, ჯეკი მისკენ გარბის და ჩახუტებას ცდილობს. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ის სინამდვილეში არავის ეხუტება. მისი ხელები სრულიად არაფერს ეხება. ჯეკის დედა იქვე დგას, მაგრამ ჩახუტება ჰაერში ხდება. ეპიზოდში ხილის ღამურა ჩვენ შევამჩნიეთ ძალიან სწრაფი, მაგრამ სასიამოვნო შეცდომა. იმ სცენაში, სადაც ბენდიტი მისაღები ოთახის იატაკზე ძინავს, ჩილი მის გვერდით ზის და თავის ჰოკეის ჯოხს ყვითელი ლენტით ახვევს. და აშკარად ჩანს, რომ მან უკვე რამდენჯერმე შემოახვია ლენტი. ლენტი აშკარად ჩანს, მაგრამ იმ წამს, როცა ბლუის სცენაში შემოდის, ლენტი სრულიად გაქრალია. ერთი წამით ლენტი არსებობს, შემდეგ კი უბრალოდ აღარ არის. აქ არის პატარა, მაგრამ მართლაც შესამჩნევი თანმიმდევრობის შეცდომა, რომელიც ბინგოსოს საყვარელ რბილ ბაჭიას ფლოპის ეხება. თუ ფლოპის ეპიზოდში ქათამი და ვირთხა დააკვირდებით, ის თეთრია ვარდისფერი ზოლიანი ყურებით. ძალიან სპეციფიკური და გამორჩეული იერი აქვს, მაგრამ შემდეგ ძილის დროს. ფლოპი სრულიად განსხვავებულია. ის თავიდან ფეხებამდე მუქი იისფერია. ეს იგივე სათამაშოა, იგივე პერსონაჟი, მაგრამ სრულიად განსხვავებული დიზაინით, იმის მიხედვით, რომელ ეპიზოდს უყურებთ. ეპიზოდში ტრეიდები ჩილი ქირაობს ჩიპის და სპარკის, რომ ეზოში თევზების აუზი ააშენონ. როცა ისინი თხრას იწყებენ, თუ ფონს დააკვირდებით, აშკარად ჩანს ხე და მის მარჯვნივ სახლი. მათ შორის კი შესამჩნევი დაშორებაა. მაგრამ ეპიზოდის ბოლოს, როცა აუზი მზად არის, ისევ იგივე ხე და სახლი, ეხლა ბევრად ახლოსაა ერთმანეთთან. მათ შორის მანძილი მნიშვნელოვნად შემცირდა ამავე ეპიზოდის დასაწყისსა და ბოლოს შორის. და აი კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ეპიზოდიდან. ზოოპარკი. ბლუი ეზოში ზოოპარკს აშენებს, ხოლო ეპიზოდის ბოლოს ბინგო თავის საძინებელშია და მოწყენილია, რადგან დიდი ლურჯი გორილა მას გამოეყო. თუ ამ დროს ბინგოს საწოლის ფეხებთან დააკვირდებით, მაშინ აშკარად დაინახავთ პატარა ასო ბეს ამოჭრილს, რაც ლოგიკურია, რადგან ეს ბინგოს საწოლია. მაგრამ რამდენიმე წამში, როცა ჩილი შემოდის მის დასამშვიდებლად, იგივე პატარა ბე უკვე დიდ ასო ბედ იქცევა. საწოლზე ასო პირდაპირ კადრებს შორის შეიცვალა. ეს იყო რამდენიმე ანიმაციური შეცდომა, რომელიც ბლუიში ვიპოვეთ. თუ თქვენ კიდევ რაიმე შეცდომა შეგიმჩნევიათ, რომელიც გამოგჩა, კომენტარებში დაწერეთ და როგორც ყოველთვის, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.